ისტორიას ოლიმპიადის ბოიკოტის არაერთი შემთხვევა ახსოვს, უფრო ზუსტად 23. საერთაშორისო სპორტული თამაშების პირველი პროტესტი გასული საუკუნის დასაწყისში ისევ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას უკავშირდება, მაშინ ფინეთმა თქვა უარი ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. ბოლოს ყველაზე ხმაურიანი ბოიკოტი 1980 წელს იყო და ისევ რუსეთის გამო. მოსკოვის ოლიმპიადამ შეერთებული შტატების გარეშე ჩაიარა. 2014 წლის თამაშებზე გადაწყვეტილების წინაშე უკვე საქართველო დგას. უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა საქართველოს სოჭის ოლიმპიადაში, რას ფიქრობენ თავად სპორტსმენები და საზოგადოების წარმომადგენლები, ამის შესახებ ნათია გოგსაძე. ივან ნიჩაევის რუსინფრინავის ჩართვამ ოლიმპიურ თამაშებში ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია საქართველოში, თუმცა გახდება თუ არა ეს ფაქტი ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან სოჭის შეჯიბრების ბოიკოტირების თემა ეს ჯერჯერობით გაურკვეველია. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა შესაძლოა სოჭის ოლიმპიური თამაშებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას გადახედოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კი რუსეთი უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენის პოლიტიზირებას ეცდება და პროვოკაციებს განაგრძობს. ოლიმპიური ჩირაღდანი ცეცხლით და ოლიმპიადა მოგეხსენებათ უკავშირდება მშვიდობას და ეს სერია ქარტის პირველივე სტრიქონებში ჩააბარეს კაცს, რომელიც 5 წლის წინ ბომბავდა საქართველოს ტერიტორიას. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდი პრეცედენტია. თუ ესეთი პროვოკაციები გაგრძელდება და მოსალოდნელია რომ გაგრძელდეს კიდეც, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იტოვებს უფლებას შეიკრიბოს თავიდან, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და მიიღოს უკვე სხვა გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებული იქნება ლოგიკურად ჩვენს უარზე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობასთან. ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციისგან განსხვავდება თავად კომიტეტის პრეზიდენტისა და მისი მეორე მოადგილის მოსაზრება. ლერი ხაბელოვი და შოთა ხაბარელი ფიქრობენ, რომ აგვისტოს ომის მონაწილე რუსული ბომბდამშენის ფრინავის გამო საქართველოს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი არ უნდა ეთქვას. დღეს ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და ამიტომ გადაწყვეტილება ჯერ შევსვით ჩვენ. არ უცხადებთ რუსეთს ბოიკოტს. ჩვენ თუ იმ შემთხვევაში არ წავედით ოლიმპიურ თამაშებზე, ეს იქნება პირველი ბოიკოტის გამოცხადება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან. ამ განცხადებების მიუხედავად კი თავად ოლიმპიურ კომიტეტში განმარტავენ, რომ სოჭის შეხვედრის ბოიკოტირების შემთხვევაში საქართველოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან განსაკუთრებული სანქციები არ ემუქრება. ჩვენ ვიცით 80 წლის პრეცედენტი მოსკოვში და შემდეგ 84 წლის პრეცედენტი ლოს-ანჯელესში, როდესაც ჯერ ამერიკის შეერთებული შტატები, შემდეგ საბჭოთა კავშირი და სხვა სოციალისტური ქვეყნები არ ჩავიდნენ და მათ შემდეგ მომდევნო ოლიმპიურ თამაშებში ჩვეულებრივად მიიღეს მონაწილეობა, ანუ მათი მოკვეთა არ მომხდარა. უნდა მიიღოს თუ არა საქართველოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა, დღეს ამ თემაზე დისკუსია გამოცდილ და ტიტულოვან სპორტსმენებს შორისაც მიმდინარეობდა. ოლიმპიური ჩემპიონების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს რუსეთის გამომწვევი მოქმედების გამო სოჭის მარათონზე უარი უნდა თქვას. ჩვენ მაშინ ამ შემთხვევაში უნდა პოლიტიკურ გადაწყვეტილება მივიღოთ და რაღაც ალბათ უარი უნდა ვთქვათ, ვინაიდან სწორედ დღევანდელ დღეს ჩაუყმავდებით რუსეთი ახორციელებს სწორედ ფორსირებას აფხაზური მხარისა და რუსული მხარის წამოწევას წინაპლანზე, ვინაიდან მოხდეს შეგუებულება იმ საკითხთან, რომ სამომავლოდ ეს ეგრეთ წოდებული ქვეყნები მიიღებენ ოლიმპიადაში მონაწილეობას. ამიტომ ეს არის წინა სამზადისი. სოჭის ოლიმპიურ თამაშებში ჩართვასთან დაკავშირებით განსხვავებულია საზოგადოების წევრების მოსაზრებები. ემოციურად, მორალურად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ცოტათი პრაგმატულები ვიყოთ. და პრაგმატიზმში მე არ გულისხმობ, რომ ან უნდა გამოვუცხადოთ ახლა ამ ოლიმპიადას ბოიკოტი ან არა. უბრალოდ ვიფიქროთ, რამდენად ჩვენი სახელმწიფო და სპორტსმენებიც, როგორც ჩვენი თანამოქალაქეები, ბუნებრივია დავრჩებით მოგებულები ამ ბოიკოტით. იყო ესეთი პრეცედენტი, რომ ოლიმპიური კომიტეტის დროშის, ანუ თვითონ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშის სახელით გამოდიოდა 12 ქვეყანა, მათ შორის იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია, რომელიც სპორტსმენებს მისცეს შანსი, ოღონდ აი არაჟღერებულა რაც საკუთრებული ამ ქვეყნის ჰიმნი, იყო მხოლოდ ოლიმპიური ჰიმნი და შესაბამისად დროშაც ამ სპორტსმენს არ ეჭირეთ ეროვნული. ანუ გესმით რაღაცნაირად ეს იქნებოდა ფორმა. ოლიმპიური თამაშების ბოიკოტების ისტორიას სულ 23 პროტესტი ახსოვს. აქედან ყველაზე რეზონანსული 1980 წლის შეერთებული შტატების დემარში იყო, როდესაც ავღანეთში შეჭრის გამო პრეზიდენტმა კარტერმა მოსკოვის სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. მაშინ ვაშინგტონის გვერდით რამდენიმე ათეული ქვეყანა აღმოჩნდა. ამერიკას რუსეთმა სამაგიერო 1984 წელს გადაუხადა ლოს-ანჯელესის ოლიმპიადის დროს. მასშტაბური იყო 1956 წლის პროტესტი, რომელიც ნაკლებად იყო გახმაურებული. მელბურნში არ ჩავიდა ჩინეთი. მხოლოდ იმიტომ, რომ ტაივანი დაუშვეს ოლიმპიურ თამაშებზე.
ხო, ასე და ამავე დროს ისევ მელბურნში 56 წელს არჩევდა მთელი რიგი ქვეყნები იმის პროტესტის ნიშნად, რომ საბჭოთა კავშირმა ბუდაპეშტში აჯანყება ჩაახშო. პირველი ბოიკოტი კი ოლიმპიადას ფინალებმა 1908 წელს გამოუცხადეს, როდესაც ლონდონის თამაშებზე ოკუპანტი რუსეთის დროშის ქვეშ შეჯიბლებაზე გამოსვლა არ მოინდომეს. მიიღებს თუ არა საქართველოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას ამ დისკუსიას და ამ შეკითხვებს დღის ბოლოს პასუხი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა გასცა. Salsaxar რომ ეს იყო პროვოკაცია, მაგრამ პროვოკაციამ ალბათ ჩვენ მშვიდობიანი პასუხი უნდა გავცეთ. რეაგირება იყო შესაბამისი ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის განცხადება გაიჟღერა შესაბამისად ჩვენ პროვოკაციაზე არ ვყვებით და ეს იქნება უბრალოდ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მშვიდობიანი სვლა ოლიმპიადისკენ და მე ვფიქრობ ამ დასახულ მიზანს მივაღწევთ. და სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ასევე ინტერვიუ ჩავწერეთ ელენე გედევანიშვილთან, ქართველ სპორტსმენთან, რომელიც ერთ-ერთი უპირობო ფალავანია, როგორც ის აცხადებს, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ემზადება, გადაწყვეტილება კომიტეტმა უნდა მიიღოს. ჩემი საქმე რაც არის იმას ვაკეთებ, ანუ ყველამ თავის საქმე უნდა გააკეთოს. ჩემი სამშობლო როგორც გადაწყვიტავს, ისე უნდა მოვიქცეთ, და ყველანაირ დავემორჩილები და პატივისცემით დაუჭერ მხარს, რასაც ჩვენი ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვიტა. არა სოჭის ოლიმპიადას ამ მოთხოვნით ასევე აქცია გაიმართა დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრის სახლთან. აქციის ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია თავისუფალი ზონა. მისი წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სოჭის ოლიმპიადაში საქართველო არ უნდა ჩაერთოს, იმიტომ რომ რუსეთის მხრიდან არაერთი პროვოკაცია მოხდა აქამდეც და სოჭის ოლიმპიადის დროს შესაძლებელია საქართველოს კიდევ ელოდოს სხვა ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. უფრო მასშტაბურ პროტესტს კი საზოგადოების წარმომადგენლები სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის არ მიღებასთან დაკავშირებით 12 ოქტომბერს გეგმავენ. ეს იყო ნათია გოგსაძე, მადლობ ნათია.